მოგესალმებით, ერთი ძალიან კარგი და მარტივი ხელსაწყო მინდა გასწავლოთ, განსაკუთრებით გამოადგება იმ მასწავლებლებს, რომლებიც მოსწავლებისათვის თავად აკეთებენ რესურსებს, ციფრულ ისტორიებს, რაღაც სამუშაო მასალებს, რომელთა გაფორმებაც არის საჭირო. გამოადგებათ აუცილებლად დაწყებით ის მასწავლებლებს, რათა გაამრავალფეროვნონ და გაუხალისონ მოსწავლეებს სწავლის პროცესი. მოკლედ, ავტოხატვის პლატფორმა გახლავთ ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და კარგია იმითაც, რომ საერთოდაც არ არის აქ საჭირო რაღაცა განსაკუთრებული უნარი გქონდეთ თქვენ ხატვის, რომ თქვენი რესურსები, რომელთა გაფორმებაც გნებავთ სხვადასხვა ციფრული ისტორიით, სხვადასხვა პერსონაჟებით, დახატოთ და ამაზე დრო დაკარგოთ, ამ ყველაფერს თქვენ მაგივრად აკეთებს ხელოვნური ინტელექტი. სხვა ჩანართებს და სამუშაო ღილაკებზე არ ვილაპარაკებ, ეს ღილაკები ყველასთვის ცნობილია, ვინც ასე თუ ისე რომელიმე რედაქტორს ხმარობს ხოლმე, იდენტურია და ანალოგიურია ეს ღილაკები. ჩვენ ახლა მივხვდეთ აი ამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ავტომატური ხატვის ფუნქციას, დააწკაპუნებთ მასზე და იწყებთ სასურველი არ ვიცი, პერსონაჟების, ფიგურების, რაღაცა ფონური პეიზაჟების თუ ასე შემდეგ შექმნას, რაც ნამდვილად წამებში ხდება და უმარტივესი პროცესია. მთავარია, რომ მიამსგავსოთ იმ ფიგურას, პერსონაჟს თუ არ ვიცი, რის ხატვაც გინდათ, ოდნავ მაინც მიამსგავსოთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა აღიქვას თქვენი სასურველი ფიგურა და შემოგთავაზოთ ვარიანტები. მაგალითად, ძალიან პრიმიტიულად დავხატოთ ასეთი სახლის იმიტაცია და ვცადოთ, ხედავთ, რომ აი უამრავი ვარიანტი შემომთავაზა ხელოვნურმა ინტელექტმა, შემიძლია ასეთი სახლი, ასეთი სახლი, ასეთი სახლი და უფრო მეტიც. ნახეთ, რამდენი ვარიანტია. აირჩიეთ თქვენთვის სასურველს, გააჩნია როგორი სახლი გსურთ, რას აკეთებთ, რისი ვიზუალური გაფორმება გჭირდებათ და ხედავთ, რომ უამრავი ვარიანტი გეძლევათ. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ შემდეგ ეს ფიგურა შეავსოთ, დააფორმატოთ, როგორც თქვენ გნებავთ ისე და მაგალითად ახლა შევავსოთ ეს ჩვენი სახლი. აი ამით ფერი შევცვალოთ და რა ფერიც გვინდა, იმ ფერით, ის ფერიც ჩავასხათ, აგერ მთლიანი სახლი და მოდით ფანჯრებში შუქი ავანთოთ, ასე იყოს. ბატონო, სადღაც ავანთოთ, სადღაც ჩავაქროთ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. დავხატოთ კიდევ რამე, მაგალითად, არ ვიცი, მოდით ცხენის დახატვა ვცადოთ. რაღაც ასეთი ჩამოვწიოთ, არა აქვს მნიშვნელობა, ფეხები გავუკეთოთ, მუცელი, კუდი და იმედია სხვა რამეთ არ აღიქვავს და შემომთავაზებს, რაც მე მინდა იმას. აქლემს უფრო მიამსგავსა, თუმცა აგერ მე მგონი ეს ცხენია, აბა ვნახოთ, არა, ძაღლი. ძაღლად აღიქვა, მე ვერ დავხატე, როგორც ჩანს, ცოტა მიახლოებული მაინც, კიდევ ერთი ვცადოთ, მოკლედ, რადაც აღიქვა ხელოვნურმა ინტელექტმა, ის ფიგურებიც შემომთავაზა. მოდით თავიდან ვცადოთ ცხენის დახატვა, აბა ფეხები გავუკეთოთ, ესეც ფეხები,
თუ კიდე ხო, აგერ ცხენის შემომთავაზე მშვენიერი ცხენი ნახეთ. დავაპატარავოთ ცოტა და მე შემიძლია შემოვატრიალო კიდეც ეს ცხენი, თუ ეს პოზიცია არ მაწყობს და უკანად შემიძლია დავბრუნდე და სხვა თუ რაღაც ის დამატება და შეცვლა მინდა, შევცვალო. როგორც გითხარით, შესაძლებელია გაფორმებაც და ვცადოთ გაფორმებაც და ცხენი, არ ვიცი, მოდით აი ამ ფერი გავხადოთ, მშვენიერია. თქვენი ფიგურების, ნახატების, პეიზაჟების და ასე შემდეგ ყველაფრის შენახვაც შეგიძლიათ, ონლაინ გაზიარებაც შეგიძლიათ, აი ამ სამ ხაზზე დააწყაბნებთ, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და შემდეგ თქვენ არ ვიცი რაში წაწყობთ, PowerPoint-ში თუ ასე შემდეგ, სხვა რედაქტორებში და ინსტრუმენტებში გამოიყენოთ თქვენ მიერ შესრულებული ეს ფიგურები, პეიზაჟები, ფონური სურათები და ასე შემდეგ. ხშირად ძებნაშიც დრო გვეკარგება ხოლმე და მაინც სასურველ ფიგურას თუ პერსონაჟს ვერ ვნახულობთ, აგერ ამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენთვის სასურველი და უფრო ცოცხალი, რეალისტური რაღაც პეიზაჟები და ციფრული ისტორიები თუ ფიგურები შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს. როგორც ხედავთ, ჩამოტვირთად შეიძლება, გაზიარებად შეიძლება, აქ შეარს მივცემთ და ჩვენ აი აქ დაბლა მივიღეთ გაზიარების ბმული, დავაწყაბუნებთ ამ დაკოპირებას და გავუზიარებთ ვისაც გვინდა იმას. იმედია მოგეწონათ, არც რთული არ არის. ბმულის ამ ხელსაწყოს ბმულს ვიდეოს აღწერილობაში დავტოვებ და წარმატებას გისურვებთ.